მოგესალმებით, მივესალმებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ქართულ ენაზე ლაპარაკობს და ასევე არა მოქალაქეებსაც, ვინც შეიძლება ოფიციალურად მოქალაქე არ არის საქართველოსი, მაგრამ ქართული ენა ესმის და შეუძლია რომ მეც მომისმინოს ქართულ ენაზე. თქვენ რა ეროვნებებისა ხართ? სომეხი ხართ, აზერბაიჯანელი ხართ, ქართველი ხართ ეროვნებით, რუსი ხართ ეროვნებით, თურქი ხართ ეროვნებით, თუ საერთოდ რა ეროვნებისაც გინდა იმ ეროვნებისა იყავით. ღმერთის წერილში ჩაწერილია ის, რომ ღმერთი არ არის მიკერძოებული, არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში სათნოა მისთვის. ყველა ხალხიდან ის მორწმუნეები, ვინც ღვთის მიმართ განწყობილნი არიან სიყვარულით, ღვთის წერილს სწავლობენ, ღვთის სწავლება იციან, იესო ქრისტეს ემორჩილებიან, ყველანი ქრისტესში ერთნი არიან. ამიტომაც მოგმართავთ ყველა ადამიანს და ყველა მორწმუნეს მით უმეტეს. ხოლო ისინი, ვინც იესო ქრისტეს არ ემორჩილებიან, იესო ქრისტეს აი ამ სასიყვარულო მოხმობას რა გააკეთა მან ჩვენთვის, რომ ჩვენთვის მოკვდა იგი, მან ჩვენი ცოდვები თავის თავზე იტვირთა, მოკვდა ამისათვის ჯვარს მიალურსმნა ჩვენი ცოდვები თავისი სისხლით გაგვწმინდა, მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და იგი მოგვიხმობს. იგი მოუხმობს აბსოლუტურად ყველა ადამიანს მონანიებისაკენ და იესო ქრისტესადმი რწმენისკენ, აღიარებისკენ, მიღებისაკენ, იესო ქრისტეს მიღებისაკენ. უფალ იესო ქრისტეს ფართოდ აქვს ყველასთვის გაშლილი ხელები და ყველას დიდი სიყვარულით იღებს, ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის უფლად და თავის მხსნელად. მე მინდა ახლა თქვენ ერთი რაღაცა გთხოვოთ, რომ ჩაატაროთ ექსპერიმენტი თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში, ვინც თქვენს ირგვლივ არიან, ეს იქნებიან უცნობები, ნაცნობები, ვისთანაც გააქვთ შეხება, ურთიერთობა, ან შეიძლება სრულიად უცხო ადამიანთან მოგიწიოთ ლაპარაკი და თუ კი შესაძლებლობა გექნებათ, ჩაატარეთ აი ასეთი ექსპერიმენტი. ვინც თქვენს ირგვლივ, ვინც გეტყვით, რომ იგი მორწმუნეა და სწამს ღმერთისა და მით უმეტეს გეტყვით, რომ ქრისტიანი ვარო, ჩაატარეთ ასეთი ექსპერიმენტი. ამ ადამიანებს დაუსვით აი ასეთი შეკითხვა. შეუძლიათ თუ არა 5 ფრაზა ან 5 წინადადება გითხრან იმისა, რაც კი ღმერთს ოდესმე ულაპარაკია. ესე იგი, ღმერთის ნასაუბრებიდან, ღმერთის სიტყვებიდან, რაც კი ღმერთს ოდესმე ულაპარაკია. აი ამ ღმერთის საუბრებიდან მინიმუმ 5 ფრაზა ან 5 წინადადება მაინც თუ შეუძლიათ რომ გითხრან. ამავე დროს თვითონ თქვენს თავებსაც დაუსვით იგივე შეკითხვა. ვინც ახლა მე მისმენთ და თქვენს თავს თვლით მორწმუნეთ და ამბობთ, რომ თქვენ ღმერთის გწამთ, ღმერთის გჯერათ, აი თქვენც გამოსცადეთ თქვენი თავი და თქვენ თვითონვე თქვენ თავს აი ეს შეკითხვა დაუსვით. შეგიძლიათ თუ არა ღმერთის ნალაპარაკებიდან, რაც კი ღმერთს ოდესმე ულაპარაკია, მოყოლებული თქვათ, თუნდაც ადამიდან მოყოლებული, ვიდრე ზოგადად, ესე იგი, მთელ საღვთო წერილში, აი რა ინფორმაციებიც არის მოცემული ღმერთის საუბრებზე, ღმერთს რა ულაპარაკია სხვადასხვა ადამიანებთან, მორწმუნეებთან, ურწმუნოებთან, თუ ზოგადად, ესე იგი, ღმერთს რაც კი ულაპარაკია. აი იქიდან, ღმერთის ნალაპარაკებიდან, ღმერთის საუბრებიდან 5 ფრაზა ან 5 წინადადება მაინც თუ შეგეძლიათ თქვენ თქვათ. თუ აღმოაჩენთ იმას, რომ არც თქვენ შეგიძლიათ მინიმუმ 5 ფრაზის და 5 წინადადების გახსენება, თუ კი ოდესმე თქვენ გსმენიათ ღმერთის ნალაპარაკების შესახებ, აი ღმერთს რა ულაპარაკია, ან თქვენ თვითონ წაგიკითხავთ ბიბლიაში,
ან ზოგადად თქვენს თავს მორწმუნედ თვლით. თუ კი აღმოაჩენთ იმას, რომ თქვენ მინიმუმ 5 წინადადების 5 ფრაზის თქმაც კი არ შეგიძლიათ იმისა იქიდან, რაც კი ღმერთს ოდესმე ულაპარაკია, გამოდის, რომ თქვენ ღმერთს არ იცნობთ. ამავე დროს თქვენს ახლობლებშიც, თქვენს სამეზობლოში, სანათესაოში, თქვენს ზოგადად თუნდაც აი იმ სამოძრაო წრეში, სადაც თქვენ გიწევთ მოძრაობა, თუნდაც უცხო ადამიანებთან და მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ მათაც აი ეს ექსპერიმენტი ჩაუტაროთ და თუ კი აღმოჩნდება ის, რომ ისინიც ვერ გეტყვიან ღმერთის ნასაუბრებიდან მინიმუმ 5 ფრაზას ან 5 წინადადებას, იცოდეთ, რომ ისინი არ არიან მორწმუნეები, მათ არ იციან რისის სწამთ. ისინი ღმერთს არ იცნობენ და შესაბამისად ისინი თავს იტყუებენ და თუ თქვენს შორისაც არიან აი ასეთები, იცოდეთ, რომ თქვენს თავს იტყუებთ. მით უმეტეს ის ადამიანები, ვინც ამბობთ, რომ აი მამა პაპიდან გადმოგვეცაო ჩვენო სარწმუნოებაო, ღმერთის გვწამსო, ქრისტიანები ვართო, თქვენ თვითონვე დაუსვით ეს შეკითხვა თქვენსავე თავს, თქვენსავე მამას, თქვენსავე დედას, ბებიას, პაპას, დიდ პაპას, ვისაც ყავთ. შეუძლიათ თუ არა ღმერთის ნალაპარაკებიდან, ღმერთის საუბრებიდან, რაც კი ღმერთს ოდესმე ულაპარაკია, რაიმეზე, ვინმესთან, აი იქიდან თუნდაც 5 ფრაზა, 5 წინადადება გითხრან. დაუსვით, აბა ეს შეუძლიათ თუ არა 5 ფრაზა ან 5 წინადადება გითხრან ღმერთის ნასაუბრებიდან. და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი ვერ გიპასუხებენ და ვერ გეტყვიან ღმერთის ნასაუბრებიდან 5 ფრაზას ან 5 წინადადებას, ჩათვალეთ, რომ ისინი ღმერთს არ იცნობენ და ჩათვალეთ, რომ თქვენი წინაპრებიდან გადმოგეცათ უცოდინრობა, რომელიც დამყარებულია მხოლოდ აი ამ სიტყვაზე, რომ ეს ღმერთი არის და ვსო, მწამს, რომ ღმერთი არისო და ეს ღმერთი ვინ არის, რას გველაპარაკება, რას გვასწავლის, ეს მათ არ იციან. შეიძლება თქვენი წინაპრებიდან გადმოგეცათ ის, რომ უნდა შეხვიდეთ რომელიღაცა ეკლესიას რო ეძახით, ტაძარში, იქ სანთელი უნდა აანთოთ, რაღაცა უნდა ილოცოთ, გამოხვიდეთ და ეს არის თქვენი მამაპაპის რწმენა და ამ დროს ღმერთის ნასაუბრებიდან სულ მცირე 5 ფრაზასაც თუ ვერ იტყვით, თქვენი წინაპრებიც, თქვენი დედა, მამა, ბებია, პაპა, თქვენი ნათესავებიდან, აი ისინი, ვინც თქვენ შთანგინერგეს, რომ თითქოს ისინიც მორწმუნეები არიან, თითქოს თქვენც უკვე მორწმუნე ხართ და ამ დროს ვერც თქვენ და ვერც თქვენი ახლობლები ღმერთის ნასაუბრებიდან 5 ფრაზასაც კი, 5 წინადადებასაც კი ვერ გაიხსენებთ, ვერ იტყვით. ან ვერ გაიხსენებთ, ან ვერ იტყვით. გამოდის, რომ თქვენ ბრმად მორწმუნეები ხართ, ისეთი რაღაც ისა, რის არაფერი გაგეგებათ. გამოდის, რომ თქვენ ურწმუნოები ხართ, თქვენ ცოცხალი ღმერთის არ აქცამთ, იმიტომ რომ ცოცხალ ღმერთს საერთოდ არც იცნობთ და რწმენაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. თქვენ მხოლოდ აი ამ ექსპერიმენტით თუ დაადგენთ აი იმას, რომ გამოდის, რომ თქვენ ღმერთის ნასაუბრებიდან არც კი იცით ღმერთს რა უსაუბრია, მინიმუმ 5 ფრაზა ან 5 წინადადება მაინც კი არ იცით, გამოდის, რომ თქვენ არ იცნობთ ღმერთს და თქვენ რაღაცა ბრმად წინაპრებიდან გადმოცემული ამ სანთლის ანთების რიტუალის გჯეროდათ და სინამდვილეში ღმერთს არ იცნობდით. და ახლა დრო არის იმისა, რომ თქვენ ამ უცოდინრობაში არ დარჩეთ, თქვენ აი ამ უვიცობაში და უღმერთოებაში არ დარჩეთ, ხელი მოკიდოთ ღვთის წმინდა წერილს და დაიწყოთ მისი შესწავლა. ვინაიდან ღმერთმა ასე უხვად გადმოაფრქვია საქართველოს მოსახლეობაზე მისი წმინდა ბიბლია, მისი წმინდა წერილი, საიდანაც იგი თვითონვე გვასწავლის თავის თავზე, ჩვენზეც
და იმაზეც როგორ გადაგვარჩენს, რა გზა დაგვისახა მან ჩვენს გადასარჩენად და მასთან მშვიდობიანად დასაბრუნებლად, მასთან შესარიგებლად. ვინ არის იესო ქრისტე, რა გააკეთა მან და რა უნდა იცოდეთ თქვენ მის შესახებ, მისი სწავლების შესახებ, რა უნდა ირწმუნოთ იმისათვის, რომ თქვენ ნამდვილად ქრისტიანები იყოთ, თქვენ ნამდვილად ღვთისმოსავები იყოთ და თქვენ ნამდვილად ღმერთის მცნობები იყოთ, ღმერთთან მშვიდობაში ყოფები იყოთ. ახლა კი კიდევ ერთი რამ, თუ აღმოვაჩენთ, რომ თქვენ მინიმუმ 5 ფრაზა თქვით, ესეც გაგონილიდან, რომ აი ღმერთმა თქვა, რომ არ იმრუშობო, არ აკლაო და აი ასეთი რაღაცები. ხო, ესეთი მოკლე წინადადებები თუ უცბად გაგახსენდებათ ვიღაცისგან მონასმენი. და თუ თქვათ აი ასე ახვალთ მართლაც 10-მდე. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გაზარდოთ რიცხვი და უკვე უნდა გაიხსენოთ არა 5, არამედ 10. 10 ფრაზა მაინც იმისა, 10 წინადადება მაინც იმისა, რაც კი ღმერთს ოდესმე ულაპარაკია. 5-ი არ უნდა გაჩერდეთ. და თუ თქვენ 10-ს ვერ იხსენებთ, აქაც დიდი პრობლემა გაქვთ, აქაც ღმერთის არმცნობობის პრობლემა გაქვთ. ამიტომ მხოლოდ 5 წინადადებით და 5 ფრაზით შემოიფარგლებით. თუ თქვენს თავს უწოდებთ მართლმადიდებელს მხოლოდ იმის გამო, რომ მოგწონთ ეს სიტყვა მართლმადიდებლობა და აბა ეს ცუდი როგორ იქნებაო, ახაც მე მინდა რომ მართლმადიდებელი ვიყო. რატოო ეხლა სიცრუის მადიდებელი არ მინდა ვიყო, ვიღაცა იტყვის მე მართლმადიდებელი მინდა ვიყო. თუ შენს თავს მართლმადიდებელს ეძახი და გაგებაში არ ახარ, მართლმადიდებლობა რას დაარქვეს? აი საპატრიარქოს ორგანიზაცია რას გასწავლით? რას დაარქვეს მართლმადიდებლობა? თუ თქვენ ეს შესწავლილი არ გაქვთ და მხოლოდ აი ასე ზედაპირულად თქვენს თავებს მართლმადიდებლებს ეძახით, ან თუნდაც თქვენგან ახლა ჩემი მსმენელებისაგან თქვენს თავს თუ ვინმე ისლამის მიმდევრებს უწოდებთ, მუსლიმებს უწოდებთ და ფიქრობთ, რომ აბა რა, ჩვენ მუსლიმები უნდა ვიყოთ, აბა ეს ხო კარგი რამეა. თქვენ იცით რას დაარქვეს ისლამი და მუსლიმობა? ყურანი გააქვთ თქვენ წაკითხული? და თუ თქვენ ყურანი წაკითხული არ გაქვთ და არც ღმერთის წმინდა წერილი გაქვთ წაკითხული, ბიბლია ესე იგი, ბიბლიას რო ვეძახით ბერძნულ ენაზე, გამოდის რომ თქვენ არც იცით ეს ისლამი რა არის, გამოდის რომ თქვენ არც იცით ეს მუსლიმობა რას დაარქვეს და თქვენ ხართ მხოლოდ აი ამ დასახელებებით მონუსხულები. მოგწონთ სიტყვა ისლამი, მოგწონთ სიტყვა მუსლიმობა, მოგწონთ სიტყვა მართლმადიდებლობა და თქვენ რა გგონიათ? ეშმაკი, სატანა, რომელიც არის ღმერთის მოწინააღმდეგე ბოროტი სული, რა გგონიათ? ის თქვენთან მოვიდოდა ცუდი დასახელებებით? თუ პირიქით კარგი დასახელებებით მოვიდოდა, კარგი დაპირებებით, მაგრამ ისეთ სწავლებას შემოგაჩეჩებდათ, რომელიც სწავლებაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ღვთის სწავლებასთან, ღმერთის სწავლებასთან, რომელიც მომდინარეობს დღეს ღმერთის წმინდა წერილიდან, ღმერთის წმინდა ბიბლიიდან. თავად უფალმა იესომ აი ასეთი გაფრთხილება ჩაგვიწერა თავის ბიბლიაში, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მრავალი მოვიდოდა მისი სახელით. დააკვირდით ამას, მრავალი მოვიდოდა მისი სახელით. მრავალი. რას ნიშნავს ეს? იესო ქრისტეზე აღმატებული სახელი არ არის არც ამ ქვეყანაზე და არც მომავალში, თუ ბიბლიაში აი ეს არის მოცემული. და თუ კი შესაძლებელია, რომ აი ამ საყვარელი სახელით, აი ამ სასიკეთოს სახელით, იესო ქრისტეს სახელით მოსულიყო ბოროტი და ბოროტის სწავლებები გაივცელებინა, იესო ქრისტეს საწინააღმდეგო სწავლებები გაივცელებინა, თუ კი აი ამას აკეთებს ეშმაკი, მაშინ თქვენ ნუ იქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ თქვენ რაც შემოგაჩეჩეს, თქვენ რაც შემოგიგდეს აი ამ
სიტყვებით მართლმადიდებლობით, ისლამით, მუსლიმობით, მართლმორწმუნეობით, აი ამასაც ხომ უწოდებენ თავის თავს და თქვენს, რომ აი თქვენ ვითომ მართლმორწმუნეები ხართ. და სინამდვილეში ამის უკან რადგას თქვენ ამას თუ არ ისწავლით, თქვენ დარჩებით გაუნათლებლებით, დარჩებით თქვენ უღმერთოები, დარჩებით თქვენ უცოდინრები და აი ამ უცოდინრობაში თუ გარდაიცვლებით, ფაქტიურად თქვენ ღმერთს სამუდამოდ დაშორდებით და ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ხშირად ამბობს, რომ დრო არ ამაქვსო. დრო არ ამაქვსო იმისათვის, რომ მე ბიბლია ვისწავლო, დრო არ ამაქვსო იმისათვის, რომ მე ღმერთს მოусმინოვო. მაგრამ დადგება თქვენს რეალობაში ისეთი რაღაცა, როცა დრო გექნებათ მარადიული, მაგრამ ღვთის სიტყვა თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება, თუ კი თქვენ ღმერთს არ მოусმენთ და უღმერთოდ გარდაიცვლებით, შეგნებულად თქვენ იესო ქრისტეს არ მოусმენთ, გარდაიცვლებით აი ამ შეუგნებლობაში, აი ამ უღმერთოებაში, თქვენ მარადისობაში ღმერთს დაშორდებით და შემდგომ გექნებათ მარადიულობა უღმერთოდ, მარადიულობა თქვენ დრო, ასე ვთქვათ, გექნებათ თავზე საყრელად, მარადიულობა გექნებათ უღმერთოდ და ღმერთის სიტყვის გარეშე თქვენთვის ღმერთის სიტყვა უკვე აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ სანამ ეხლა მართლა გაქვთ დრო, მართლა ეხლა დრო გაქვთ, ძალიან ბევრი გაქვთ ეხლა დრო, იმისათვის რომ ღმერთის სიტყვა ისწავლოთ. თუ თქვენ ამ დროს არ გამოიყენებთ და დახარჯავთ ამაოებაში, ამაო სამსახურებში, ამაო სხვადასხვა გასართობ საშუალებებში, სხვადასხვა კეიფებში, სხვადასხვა წვეულებებზე მისვლაში და თქვენ აი ამ ფასდაუდებელ დროს, რომელიც ეხლა ეს დროებითია, მაგრამ ფასდაუდებელია და ეს არის ძალიან დიდი დრო იმისათვის, რომ თქვენ ღვთის წერილი ისწავლოთ. ხოლო მომავალში თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მომავალში როცა ღმერთს სამუდამოდ მარადიულობაში დაშორდებით, მანამდე მაშინ აი იმ დროს მაშინ თქვენ გექნებათ დრო მარადიულად, ოღონდ ღვთის სიტყვა აღარ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. ხოლო დღევანდელობაში თქვენგან ვინც იმას ამბობთ, რომ დრო არ ამაქვსო, რომ ბიბლია ვისწავლოვო, დრო არ ამაქვსო, რომ ღმერთს მოусმინოვო, სინამდვილეში თქვენ ბევრი დრო გაქვთ. სინამდვილეში თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი დრო, იქამდე ვიდრე გარდაიცვლებით. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი დრო. იმისათვის, რომ ღმერთის სიტყვა ისწავლოთ, იმისათვის, რომ ღმერთს მოусმინოთ, იმისათვის, რომ თქვენ ღმერთს მოусმინოთ თქვენივე თავის საკეთილდღეოდ. თქვენ ამისათვის ეხლა ბევრი დრო გაქვთ. მაგრამ მომავალში გექნებათ მარადიულობა და ღვთის სიტყვა აღარ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი იმათთვის, ვინც შეგნებულად უღმერთოდ გარდაიცვლებით, ვინც შეგნებულად იესო ქრისტეს წმინდა წერილს ყურადღებას არ მიაქცევთ და აი ასე ზარმაცებად დარჩებით აი ამ თქვენს გაუაზრებელ რიტუალებში, როგორიც არის სანთლის ანთება, როგორიც არის ეს ეგრედ წოდებული პირჯვარს რო იწეთ და არც კი იცით, რომ სინამდვილეში ჯვარი კი არ ისახება, ვარსკვლავი ისახება მაგ დროს, აი ესეც კი არ იცით და ისე შემოგიტანეს აი ეს მოსახლეობაში, რომ თითქოს თქვენ ჯვარს ისახავთ, სინამდვილეში ჯვარს არ ისახავთ, თქვენ ისახავთ ხუთქიმიან ვარსკვლავს, ესეც არ იცით. ვინ შემოიტანა ეს, რატომ დანერგეს, მე ეს არ ვიცი, მაგრამ თქვენ თვითონ ეს ფაქტები იმისა, რომ თქვენ აი ამ რიტუალებში ხართ, სანთლის ანთებაში, იქ რაღაცა ხატს აკოცებთ, იქ ილოცებთ, იქ სანთელს აანთებთ და ამ დროს
ღმერთის ნასაუბრებიდან მინიმუმ 5 ფრაზაც კი არ იცით ღმერთს რა ულაპარაკია. ან მინიმუმ 10 ფრაზა მაინც არ იცით ღმერთს რა ულაპარაკია. ან გაზარდეთ მერე. გაზარდეთ და თუ აღმოაჩენთ რომ 10 ფრაზა ან 10 წინადადება გწოდნიათ ღმერთის ნასაუბრებიდან, გაზარდეთ ეს რიცხვი 20-მდე და დააკვირდით ამას. ღმერთს ძალიან ბევრი აქვს ნალაპარაკები სხვადასხვა ადამიანებთან, მორწმუნეებთანაც, ურწმუნოებთანაც. აგერ ღმერთი ელაპარაკებოდა ჯერ ადამს, ღმერთი ელაპარაკებოდა ევას, ღმერთი ელაპარაკებოდა ეშმაკს, ღმერთი ელაპარაკებოდა კაენს, ღმერთი ელაპარაკებოდა ნოეს, ღმერთი ელაპარაკებოდა აგერ იაკობის სიმამრს, ლაბანს, ღმერთი ელაპარაკებოდა აბრაამს, ისააკს, იაკობს, ღმერთი ელაპარაკებოდა იობს. აგერ ღმერთი ელაპარაკებოდა თავის მოციქულებს, ფილიპეს, თომას, პეტრეს, სხვადასხვა მოციქულებს. ღმერთი გველაპარაკება პირადად ჩვენს დღევანდელობაში, ვინც ღმერთის წერილს ვკითხულობთ. ჩვენც გველაპარაკება და რას გველაპარაკება, ეს თუ თქვენ არ იცით. გამოდის რომ თქვენ ღმერთს არ იცნობთ. გამოდის რომ თქვენ ტყუილში ხართ და თქვენ არაფრით ხართ იმათზე უკეთესები, იმ ადამიანებზე უკეთესები, რომლებიც მილიონობით ცხოვრობენ თუნდაც საუდის არაბეთში, ირანში, თავის თავს მუსლიმებს უწოდებენ და სინამდვილეში ღმერთს არ იცნობენ. თქვენ არაფრით ხართ უკეთესები იმ მილიონობით თუ მილიონობით ვიტყვი, მილიონობით იმ ჩინეთის მოსახლეობაზე, რომლებიც თავის თავს უწოდებენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს. თქვენ არაფრით იქნებით უკეთესები ინდოეთის იმ მილიონობით მოსახლეობაზე, რომლებიც თავის თავს ინდუიზმის მიმდევრებად თვლიან და იმათაც აქვთ ხატები, იმათაც აქვთ ქანდაკებები, იმათაც აქვთ რიტუალები. თქვენ არაფრით იქნებით უკეთესები ბუდისტებზე, რომლებიც არ არიან ცოტანი, ბევრნი არიან ისინიც. ნუ გეგონებათ თქვენ რომ აი საქართველოში, პატარა საქართველოში რამდენიმე მილიონი ქართველი თუ საკუთარ თავს მართლმადიდებლებს ეძახით, არ იქადა თქვენ ჭეშმარიტ გზაზე დგახართ. იმიტომ რომ თქვენზე ბევრნი არიან გაცილებით, ბევრნი არიან სხვადასხვა რელიგიების მიმდევრები, რომლებიც ასევე ღმერთს არ იცნობენ. თუ თქვენ აღმოაჩენთ აი იმას, რომ ღმერთის ნალაპარაკებიდან თუნდაც 5 წინადადება იცით, 5 ფრაზა გაგიგიათ და შეგიძლიათ რომ თქვათ, ან 10, ან 20. გადადით შემდეგ ეტაპზე და თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა. რა სასიხარულო ამბავი მოგვიტანა ჩვენ ადამიანებს უფალმა იესომ, რომელ ამბავსაც ქვია იესო ქრისტეს სახარება. რა გვახარა უფალმა იესომ? რა გვახარა, რა სასიხარულო ამბავი გვახარა, რომელზეც პავლე მოციქული ბიბლიაში რომში მყოფ ქრისტიან წმინდანების მიმართ გაგზავნილ წერილში, რომელიც ბიბლიაში შეტანილი არის პირობითი დასახელებით რომაელთა მიმართ წერილში პავლე მოციქული ამბობს, რომ მე არ მცხვენიაო სახარებისო, ვინაიდან იგი არის ძალა ღვთისა ყოველი მორწმუნის მხსნელიო. ამავე დროს პავლე მოციქული ამავე წერილში წერს, რომ რწმენა არის სმენისაგან, ხოლო მოსმენა არის ქრისტეს სიტყვისაგან. და დღევანდელობაში ქრისტეს სწავლება და ქრისტეს სიტყვები ჩაწერილი არის მისსავე წმინდა წერილში, მისსავე ბიბლიაში.
პავლე მოციქული არ ამბობს იმას, რომ რწმენა არის წინაპრებიდანო. პავლე მოციქული არ ამბობს, რომ რწმენა არისო პატრიარქებიდანო, მღვდლებიდანო. პავლე მოციქული არ ამბობს იმას, რომ რწმენა არისო სანთლიდანო, ხატიდანო, ტაძრიდანო, ეკლესიიდანო. პავლე მოციქული არ ამბობს იმას, რომ რწმენა არის რაღაცა თვითნებური რიტუალებიდანო. არა, პავლე მოციქული წერს, რომ რწმენა არის მოსმენისაგან, სმენისაგან, ხოლო სმენა არის ქრისტეს სიტყვისაგან. ესე იგი, ქრისტეს სიტყვებს ვინც ისმენს, ვინც ბიბლიას წაიკითხავს, ქრისტეს სიტყვებს მოისმენს და ირწმუნებს, აი ეს არის სწორი რწმენა, აი ეს არის ნამდვილი რწმენა, აი ეს არის გადამრჩენელი რწმენა. ქრისტეს წმინდა მოციქულები ადამიანებს ახარებდნენ და უკადაგებდნენ იესო ქრისტეს სარწმუნოებას. და თქვენს თავს დაუსვით აი ეს შეკითხვა, თქვენ ხართ იესო ქრისტეს სარწმუნოების მიმღებნი, თქვენ გჯერათ იესო ქრისტეს სწავლებისა და თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ საერთოდ არც კი იცით იესო ქრისტეს რა ულაპარაკია, რა სახარება იქადაგამანა, რა სასიხარულო ამბავი მოგვიტანა, რა ცნობა მოგვიტანა, რა გვამცნო, რა ამბავი გვითხრა მან, რისთვის მოვიდა იგი წუთი სოფელში, რატომ მოკვდა, რატომ მაღდგა, რა უნდა გაგვიხარდეს ჩვენ, რა უნდა გვიხაროდეს, რატომ ქვია მის ამბავს სახარება, ესე იგი რაღაცა სასიხარულო ამბავი, რატომ ქვია მის ამბავს სახარება, თუ ეს თქვენ არ იცით, გამოდის რომ თქვენ საერთოდ არ მცნობი ხართ უფლისა, არ მცნობები ხართ იესო ქრისტესი და თქვენ ხართ ბრმად მორწმუნეები ისეთი რაღაცისა, ისიც არაფერი გაგიგებათ. ფაქტიურად თქვენ ხართ ურწმუნოები იესო ქრისტესადმი ურჩები და თქვენ აი უშველებელ დროს, რაც ჯერ კიდევ გაქვთ, მანამდე სანამ გარდაიცვლებით, თქვენ აი ამ უშველებელ დროს ხარჯავთ ისეთ უსარგებლო ამავებებში, როგორიც არის თუნდაც სხვადასხვა კომპიუტერული თუ ტელეფონის თამაშები, თუნდაც ფეხბურთის თუ სხვადასხვა სპორტის ყურებანი, თუნდაც სხვადასხვა ფილმის ყურება, თუნდაც საკუთარი დაბადების დღის წვეულების გადახდა. თქვენ ხო არ გეზარებათ ეს, ვისაც არ გეზარებათ. თუნდაც რომელიმე ნათესავთან, მეგობართან თუ ახლობლის ქორწილში წასვლა, თქვენ ხო არ გეზარებათ იქ მისვლა? არა ხო? არ გეზარებათ. თუნდაც სასეირნოდ გასვლა, არ გეზარებათ ხო? თუნდაც სიგარეტის მოსაწევად დროის დახარჯვა, როდესაც სადმე იმყოფებით სტუმრად და სიგარეტის მოსაწევად გადიხართ თუნდაც იმ რამდენიმე წუთით აივანზე ან გარეთ. თუ თქვენ არ გეზარებათ, აი თქვენ ამ თქვენი დროის დახარჯვა არ გეზარებათ სუფრებზე საათობით ჯდომაში. გამოდის რომ თქვენ დრო ბევრი გაქვთ, მაგრამ ამ დროს არ იყენებთ ღმერთის სწავლების მოსასმენად. ამ დროს არ იყენებთ იმისათვის, რომ თქვენივე სიცოცხლისათვის არ იყენებთ, რომ თქვენვე მოусმინოთ ღმერთს, დაუჯეროთ და უფლის იესო ქრისტესადმი მოსმენითა და დაჯერებით თქვენვე გადარჩეთ. ისევ თქვენივე თავისთვის, თქვენივე სიცოცხლისათვის არ იმეტებთ დროს. და როგორ უნდა დავიჯერო მე, რომ თქვენი თავი გიყვართ, როგორ უნდა დავიჯერო მე, რომ თქვენი შვილები გიყვართ, თქვენი ახლობლები გიყვართ, მით უმეტეს როგორ უნდა დავიჯერო მე, რომ თქვენ ღმერთი გიყვართ. ის ღმერთი, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ და ეს რაღაცა ჭორების დონეზე გაქვთ გაგებული, რომ აი ღმერთმა შექმნა სამყარო და მე თუ მინიმუმ ამისი
გჯერათ. მით უმეტეს ამ ღმერთს ხო უნდა მოусმინოთ, რას გვასწავლის, რა ღმერთმა გაგვაჩინა და მიგვატოვა? ისე რომ არაფერი გვითხრა? ღმერთმა აი ამ ესე იგი გაგვაჩინა სიკვდილისათვის? გაუგებრობისათვის, უცოდინრობისათვის, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ, რატომ გავჩნდით, რატომ კვდებით, რა ხდება, სადავართ, ვინ გაგვაჩინა, რატომ გაგვაჩინა, მომავალში რა გველოდება. თქვენ ფიქრობთ იმას, რომ ღმერთმა ჩვენ ინფორმაცია არ მოგვაწოდა? არამედ ერთხელ გაგვაჩინა და მერე გაუჩინარდა და აქ ადამიანებთან ურთიერთობა აღარ ჰქონია, ადამიანებთან კავშირი ღმერთმა გაწყვიტა, ადამიანებს ღმერთმა ინფორმაცია არ მიაწოდა? თუ თქვენ ასეთი ღმერთის გწამთ, გამოდის რომ თქვენ ღმერთის არცნობები ხართ და გამოდის რომ თქვენ უღმერთოები ხართ. მე ვიცნობ ღმერთს, რომელმაც მის მიერ გაჩენილი კაცობრიობა მარტო არ დატოვა იმ გასაჭირში, რასაც ჰქვია ცოდვაში მყოფობა და სიკვდილის წინაშე მყოფობა, მარტო არ დაგვტოვა ღმერთმა და თვითონვე გადმოდგა ნაბიჯი ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც უკვე ცოდვად დაცემულ ადამიანს, რომელმაც ღმერთის სიტყვა დაარღვია და თავისი გადაწყვეტილებით ღმერთს დაშორდა, ღმერთმა ადამი და მთელი კაცობრიობა მარტო არ დაგვტოვა, მან გადმოდგა ნაბიჯი და ადამიანს დაელაპარაკა. ადამი მოძებნა, დაელაპარაკა და ედენის ბაღშივე დადო დაპირება იმისა, რომ დედაკაცის თესლისაგან დაბადებული პიროვნება იმ შემაცდენელ ეშმაკს გველს გაუჭეჭყავდა თავს. და ღმერთმა ეს აღთქმა და ეს დაპირება შეასრულა იესო ქრისტეს მოვლენებით. და ზუსტად იესომ ჩვენი ცოდვა მან თვითონ აიღო, მოკვდა ამისათვის და მან შესწირა ცოდვისგან გამოსასყიდი მსხვერპლი, თავისი საკუთარი თავი და თავისი სისხლით გაგვწმინდა მისი მორწმუნეები. ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის აღდგა მკვდრეთით და ყველა ადამიანს დღევანდელობაშიც მოუწოდებს მონანიებისაკენ და იმისკენ, რომ იესო ქრისტე მიიღონ, აღიარონ თავიანთ უფლად მხსნელად და ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს, ყველა იესო ქრისტეს მორწმუნეს, ყველას ვისაც იესო ქრისტეს ისწამს, მიეტევება ცოდვები იესო ქრისტეს სახელით. ეს არის სასიხარულო ამბავი იმისა, რომ იესო ქრისტესადმი რწმენით ხდება ცოდვების მიტევება. არა რაღაცა რიტუალებით, არა სხვადასხვა რელიგიური საქმეებით, სანთლის ანთებით, მოდელთან მისვლითა და რაღაცებით. არა, ეს ღმერთს არ დაუწესებია. არამედ რწმენით, იესო ქრისტესადმი რწმენით, იესო ქრისტეს სწავლებისადმი რწმენით ხდება ცოდვისგან განწმენდა, ქრისტეში დაბადება და ღმერთთან შერიგება. შესაბამისად, დღევანდელობაშიც ვინაიდან ღვთის წერილი ღია არის ყველა წამკითხველისათვის, დღესაც ჯერჯერობით ადამიანებს აქვთ, ვიდრე ისინი გარდაიცვლებიან, აქვთ ძალიან დიდი დრო იმისათვის, რომ ბიბლიასთან მივიდნენ, წაიკითხონ, ღვთისაგან განისწავლონ, განიწმინდონ ცოდვისგან და ქრისტეში დაიბადონ. ხოლო ვინც ამ დროს არ გამოიყენებს და უღმერთოდ გარდაიცვლება, მერე ექნება ულევი მარადიულობა ექნება, ულევი დრო მარადიულობა ექნება, მაგრამ ღვთის სიტყვა მისთვის უკვე აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც სანამ დრო
აქვს ადამიანს. მანამდე პირველ რიგში ღმერთს უნდა მოусმინოს. ნუ მოусმენთ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ გასწავლიან. ნუ გააკერპებთ ადამიანებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენს გულში ღმერთის ადგილს დაიკავებს, ეს იქნება იმ ადამიანის გაკერპება. ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება რომელიღაცა რელიგიური ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი, ეს იქნება თქვენი ოჯახის წევრი, ეს იქნება ესა თუ ის პოლიტიკოსი, ესა თუ ის სხვადასხვა კინო მსახიობი, ეს იქნება მომღერალი თუ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თქვენ იმაზე მეტ დროს უთმობთ, ვიდრე ღვთის სიტყვას, გამოდის რომ თქვენ ამ ადამიანს უფრო მეტ უპირატესობას აძლევთ ვიდრე ღვთის სიტყვას. ნუ იფიქრებთ იმას, რომ თითქოს ესა თუ ის ადამიანი, ეს იქნება საქართველოში ილია შიოლაშვილი, ილია მეორე, ეს იქნება ზოგს ამოჩემებული ყავს ნარიმან მაქარაშვილი, ეს ბერ ნიკოლოზ რო ეძახიან. ასევე შიო მუჯირი, თეოდორე გიგნაძე, ანდრო დგებუაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერი ადამიანი არ ჩამოვთვლი, ახლა მე ყველას ისედაც ვერ ჩამოვთვლი. ნებისმიერი ადამიანი, თქვენ ნუ იფიქრებთ იმას, რომ თითქოს ისინი თქვენგან განსხვავებულები არიან. იმიტომ რომ ყველა ადამიანი იბადება ერთნაირად იბადება, ყველა ადამიანი ბავშვობაში პატარაა, ყველა ადამიანი იფსავს, ყველა ადამიანი ისვრის, ბავშვობაში ვიცახი, ხო? ესე იგი ეს ყველა ადამიანმა უნდა გამოიაროს, ხო? შემდგომ ამისა, როდესაც ადამიანი იზრდება, ზოგი რა გზას ირჩევს, ზოგი რა გზას. ნუ იფიქრებთ იმას, რომ თითქოს ესა თუ ის ადამიანი, ეს იქნება ილია შიოლაშვილი, შიო მუჯირი, ნებისმიერი ასევე სხვა ადამიანი, ნუ იფიქრებთ იმას, რომ იმათ რაღაცა განსხვავებული ნიჭები აქვთ, ისინი განსაკუთრებულები არიან. ნუ იფიქრებთ იმას, რომ ისინი ღმერთთან მოლაპარაკეები არიან. არამედ თქვენ თვითონვე ღვთის წერილი აიღეთ, ღვთის წერილი ისწავლეთ და მხოლოდ ღმერთს დაუჯერებთ. ღმერთზე წინ ნუ დააყენებთ ნურც ერთ ადამიანს. ნუ გააკერპებთ და ნუ გააღმერთებთ რომელიმე ადამიანს. დაუჯერეთ მხოლოდ ღმერთს და არა იმ ადამიანებს, ვინც ღმერთის სიტყვებს ეწინააღმდეგებიან. ღმერთის დადგენილი არ არის არც ეს ილია შიოლაშვილი, არც ნარიმან მაქარაშვილი. ღმერთის დადგენილი არ არის არც ეს ისლამის ორგანიზაცია, მთელი ორგანიზაცია თავისი სისტემით. ღმერთის დადგენილი არ არის არც ღმერთის დადგენილი არ არის იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია და არც სხვა ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ ასწავლის. ასე რომ ნუ რავინ დაგაკომპლექსებთ აიმით, რომ თითქოს ისინი თქვენზე აღმატებულები არიან და თითქოს ისინი განსაკუთრებულები არიან და თითქოს ისინი ღმერთისგან დანიშნულები არიან. ღმერთისგან ჩვენთვის გადმოცემული საინფორმაციო წყარო, საიდანაც ღმერთი გველაპარაკება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი წმინდა წერილი. ხოლო დღეს ის მორწმუნეები, ვინც ღვთის წერილს უჯერებენ და მისი წერილის შესაბამისად ლაპარაკობენ და მისი წერილის სიტყვებს გელაპარაკებიან და უმახინჯებლად, ეს ადამიანებიც, ეს მორწმუნეები უფრო სწორად იქცევიან. მაგრამ თქვენ მაინც ნუ მიეწებებით თუნდაც აი ასეთ მორწმუნეებს. იმიტომ რომ
დღეს, როდესაც ყველასთვის ერთია და საერთო არის ღმერთის წმინდა ბიბლია, ამ შემთხვევაში თქვენ თვითონ უნდა მიხვიდეთ ბიბლიასთან. შეიძლება სხვა რომელიმე მორწმუნემ გიბიძგოთ ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ბიბლიასთან მიდითო და თქვენც მიხვიდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, ამ მორწმუნეს იყოთ თქვენ მიწებებულები და ღვთის სიტყვას თქვენ თვითონ არ სწავლობდეთ. ამავე დროს გამორიცხული არ არის ის, რომ თუ კი ესა თუ ის თუნდაც ქრისტიანი მორწმუნე ადრეს სწორ გზაზე იდგა, შემდგომ მან გადაუხვიოს და თუ თქვენ მას ბრმად გაყვებით, თქვენც შეცდომაში შეგიყვანოთ. ამისი ძალიან მკაფიო მაგალითი არის ბიბლიაში მოცემული სოლომონ მეფის ამბავი, რომ მან აგერ რომ იგი ღვთის მორწმუნე იყო, რომ მან წმინდა წერილში შემავალი წერილებიც კი დაწერა, აგერ იგავებში არის სოლომონის დაწერილები, ეკლესიასტი ასევე და ქება სოლომონისა. ეს სამივე დაწერილი, რომელიც სოლომონმა ღვთის სულით აღლსილმა დაწერა, შესულია ბიბლიაში, წმინდა ბიბლიაში, მაგრამ ამავე დროს სოლომონმა ისეთი რაღაცეები გააკეთა ისრაელში, რომ თავისი უცხოელი ცოლების საამებლად მათ ცრუ ღვთაებებს სამსხვერპლოები დაუდგა და თვითონაც განუდგა ცოცხალ ღმერთს. ხოლო მან სიბერეში მერე უკვე მოინანია, კი ბატონო, მოინანია, მაგრამ მის მიერ გაკეთებული საქმეები, აი ეს სამსხვერპლოები რო ააგო, დიდი ხნის განმავლობაში არავის გაუნადგურებია გარდა მეფე იოშიასი. და შესაბამისად იმ დროში თუ ისრაელის რომელიმე მოქალაქე სოლომონს ბრმად გაჰყვებოდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ აი სოლომონმა ღმერთსო ტაძარი აუგოვო იერუსალიმშიო, ღმერთმა ღრუბლის სახით დაივანა ტაძარში, ამ სასწაულის მომსწრე იყო მოსახლეობა. თუ ვინმე იფიქრებდა, რომ აი სოლომონმა წმინდა წერილში შემავალი წერილები დაწერაო და ამიტომ სოლომონმა რაც გააკეთა, ესეც სწორი იქნებოდაო და ბრმად გაჰყვებოდა სოლომონის აი მარასწორ საქციელებს და თვითონაც სამსახურს დაუწყებდა იმ ცრუ ღვთაებებს, ასეთი ადამიანები შეცდომაში იქნებოდნენ შეყვანილები. ამავე დროს კიდევ ერთი მაგალითი მე მინდა გავიხსენო ბიბლიიდან, მოციქულთა საქმეების ნაწილიდან, იესო ქრისტეს საქმეების ნაწილიდან, რომლებიც უფალმა იესომ თავისი მოციქულების მონაწილეობით აღასრულა. იესო ქრისტეს სწავლა და საქმეები, რომელიც უფალმა თავისი მოციქულების მეშვეობით აღასრულა. საქმეების ნაწილში ბიბლიაში ჩაწერილი არის ეფესოელ ზედამხედველთა კრება, როდესაც პავლე მოციქულმა ეფესოელი ზედამხედველები, ქრისტიანთა ზედამხედველები მოიწვია და მათ ასეთი რამ უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში თვით პავლე მოციქული ასწავლიდა იმ ზედამხედველებს, იმ ეპისკოპოსებს, ბერძნულში სიტყვა ეპისკოპოსია მოცემული. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში პავლე მოციქული თავისი ბაგეებით ასწავლიდა იმ ეფესოელ ეპისკოპოსებს, იგივე ზედამხედველებს,
მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა გააფრთხილა ისინი, რომ როდესაც იგი დაშორდებოდა მათ, უთხრა მათ, რომ შემოგესევიანო მძვინვარემ გალებიო, ესე იგი სხვა ადამიანები, ცრუ მასწავლებლები, რომლებიცო არ დაინდობენო ღვთის სამწყსოსო და თვით თქვენგანო აღდგებიან კაცნიო, რომლებიცო უკუღმართად ილაპარაკებენო, რათა მოწაფეები გადაიბირონო. დააკვირდით ამას, თვით ქრისტეს მოციქულის პავლეს პირდაპირი მოწაფეები იყვნენ ისინი, ხო? მის ასე ვთქვათ ფერხთით აღზრდილები. აი ეს ეპისკოპოსები პირდაპირ პავლე მოციქულისაგან ისმენდნენ უფლის იესო ქრისტეს სწავლებას. მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა ისინიც და ჩვენც გაგვაფრთხილა, რომ თვით პავლე მოციქულის მიერ აღზრდილი ეპისკოპოსებიდან აღდგებოდნენ ისეთები, რომლებიც უღმართად დაიწყებდნენ ლაპარაკს. და დღეს თუ არის ისეთი ვინმე, ვინც ამბობს ამა თუ იმ ცრუ მასწავლებელზე, რომ აიო, ესო ქრისტეს მოციქულის ფერხთით იჯდაო და ისე ისმენდაო, მისი პირდაპირი მოწაფე იყოვო და როგორ შეიძლება, რომ მას არასწორი რაღაცეები ელაპარაკაო. ნუ ენდობით აი ასეთ ამაო სიტყვებს. იმიტომ რომ აგერ პავლე მოციქულმა გაგვაფრთხილა, რომ თუნდაც მის მიერ აღზრდილი ეპისკოპოსებიდან ყოფილიყვნენ ისინი, ვინც ქრისტეს სწავლების საწინააღმდეგო ლაპარაკს დაიწყებდნენ, მათთვის არ უნდა მოესმინათ იმდროინდელ ქრისტიანებსაც და დღევანდელებსაც. კიდევ ერთი მაგალითი მინდა რომ გავიხსენო ბიბლიაში ისრაელის მეფეების ისტორიაში ჩაწერილი არის ჩრდილოეთ ისრაელის პირველი მეფის იერობოამ ნაბატის ძის ისტორიაც. მე ამაზე სხვა დროსაც მისაუბრია და მინდა რომ ეხლაც ვისაუბრო. ეს არის ძალიან ჭკუის სასწავლებელი და დამრიგებლური ისტორია ჩვენთვის რომ არის დაწერილი, რომ ფრთხილად ვიყოთ და არავის ვენდოთ აი ასე ბრმად, არამედ ყოველთვის ღვთის წერილზე დაყრდნობით გადავამოწმოთ. ესათვის ადამიანი სწორად ლაპარაკობს თუ არასწორად. ესათვის ადამიანი სწორად მოქმედებს თუ არასწორად. იერობოამ ნაბატის ძე იყო ის კაცი, რომელიც თვითონ ღმერთმა დანიშნა ისრაელის მეფედ. სოლომონის მეფობის შემდეგ, როდესაც სოლომონი გარდაიცვალა, მის ნაცვლად ისრაელზე გამეფდა რობოამი. ზუსტად რობოამის დროს ღმერთმა სოლომონის ცოდვების გამო ისრაელის სამეფო გაყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად. სამხრეთ სამეფოში მოექცა ქალაქი იერუსალემი და სამხრეთ სამეფოს მეფე იყო სოლომონის შვილი რობოამი. ხოლო ჩრდილოეთ სამეფოს მეფედ თვითონ ღმერთმა დაადგინა ერთი კაცი სახელად იერობოამ ნაბატის ძე. ესე იგი, სამხრეთში მეფე იყო რობოამი, ხოლო ჩრდილოეთში მეფე იყო იერობოამი. თვითონ ღმერთმა ჩრდილოეთი ისრაელის სამეფო ჩააბარა იერობოამს. ღმერთმა დანიშნა იერობოამი მეფედ და ღმერთმა უთხრა იერობოამს, რომ ახლავ შენ ამყავხარო, ესე იგი ღმერთმა აიყვანა იერობოამი ისრაელის ტახტზე, ეს ღმერთმა შეუთვალა იერობოამს მისი წინასწარმეტყველის
პირით და შეუთვალა და უთხრა ასეთი რამ, რომ თუ იერობოამი ღმერთს დაუჯერებდა, ღმერთის წესებს და მცნებებს დაიცავდა, მის ტახტსაც ისევე განამტკიცებდა, როგორც დავითის ტახტი განამტკიცა. ამჟამად, ამრიგად, იერობოამმა იცოდა, რომ მეფე არ გამხდარა თვითნებურად, არამედ თვითონ ღმერთმა დანიშნა იგი მეფედ. მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც იერობოამი უკვე გახდა ფაქტობრივი მეფე, იგი გულში ფიქრობდა ასეთ რამეს, რომ ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობა ისევ სიარულს დაიწყებდა იერუსალემში, სადაც სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი იყო აშენებული და სადაც ღვთის რჯულის თანახმად ჩრდილოეთის მოსახლეობაც უნდა მისულიყო ხოლმე სხვადასხვა მოქმედებებისთვის, რაც ღმერთმა დააწესა. და იერობოამი ფიქრობდა, რომ მოსახლეობა ისევ გააგრძელებდა იერუსალემში სიარულს, გული მიუბრუნდებოდა რობოამისკენ, სამხრეთ სამეფოს მეფისკენ. ფაქტობრივად ისინი გაერთიანდებოდნენ, აი ასე ფიქრობდა იერობოამი და იერობოამი დაკარგავდა ტახტს. იერობოამი აი ასე ფიქრობდა, მან ღმერთს არ დაუჯერა. და იერობოამმა თვითნებურად შექმნა რელიგიური ორგანიზაცია, თვითნებურად დააყენა მღვდლები, ისე რომ ღმერთს მისთვის არ დაუვალებია ეს. იერობოამმა მღვდლებად დაადგინა ის ადამიანები, რომლებიც აარონის შთამომავლები არ იყვნენ, ვინც მოესურვებოდა იერობოამს, იმას ადგენდა მღვდლად. იერობოამმა ააშენა ტაძარი ქალაქ ბეთელში. იერობოამმა დადგა ამ ქალაქში ოქროს ხბო და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეს ოქროს ხბო იყო ის ღმერთი, რომელმაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოიყვანა. იერობოამმა სულ 2 ოქროს ხბო გააკეთა, ერთი დადგა ქალაქ დანში და მეორე ქალაქ ბეთელში. და თვითონ ამ ბეთელში იერობოამმა ააშენა სამსხვერპლოც, ტაძარიც ააშენა, თვითნებურად განაწესა მღვდლები, თვითნებურად დააწესა დღესასწაული, იმ მღვდლებს ხელში დააჭერინა საცეცხლურები, თვითონაც იკისრა მღვდლობა, თვითონ ეს იერობოამიც ერთდროულად იყო მეფეც და მღვდელი, თვითნებურად გახდა მღვდელი. და როდესაც იერობოამმა უთხრა მოსახლეობას, ისრაელის მოსახლეობას, რომ გეყოფათო იერუსალემში სიარულიო და ხბოებზე მიუთითა, რომ ესენი არიან ისრაელო შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანესო. და მოსახლეობამ რა გააკეთა? გააკეთა ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჯერა იერობოამს და არა ღმერთს და ხბოების თაყვანის საცემლად სიარული დაიწყეს დანში და ბეთელში. იერობოამმა, რომელიც იყო დადგენილი ღმერთისაგან, მან ღმერთს უღალატა, შექმნა თვითნებურად რელიგიური ორგანიზაცია, შექმნა თვითნებურად რელიგიური რიტუალები, შექმნა თვითნებურად რელიგიური დღესასწაული და ცუდის იყო, რომ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჯერა არა ღმერთს, არამედ იერობოამს. და იერობოამმა მოსახლეობა ჩამოაშორა ღმერთს.
იერობოამის შემდეგ ისრაელის ყველა მეფემ, ჩრდილოეთ ისრაელის ყველა მეფემ იერობოამის ცოდვები გაიზიარა. და როცა აი ეს ცხადი მაგალითებია ბიბლიაში მოცემული, რატომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ისრაელის მოსახლეობაზე ბრძენები არიან და საქართველოს მოსახლეობა არ ტყუდება? რატომ უნდა ვიფიქროთ აი ასე? თუკი ისრაელის მოსახლეობა მოტყუდა და გაჰყვა თავიანთ მეფეს, რომელიც ღმერთმა დაუდგინა მათ, მაგრამ ეს მეფე სახელად იერობოამი ღმერთს განუდგა, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა მოტყუდა და გაჰყვა იერობოამს და არა ღმერთს. მაშინ რა გარანტია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობაც არ არის დღეს მოტყუებული, რომლებიც დადიან საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებთან, თვითნებურად დადგენილი მღვდლებთან, მატყუარა მღვდლებთან, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზაციაც ღმერთის სწავლებას არ მისდევს, ღმერთის სწავლებას არ უჭერებს. მინიმუმ ეს კითხვა მაინც უნდა გაგიჩნდეთ თქვენ, რომ თუკი ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა გაჰყვა იერობოამს და არა ღმერთს, მაშინ მინიმუმ უნდა გადაამოწმოთ თქვენ, რომ იქნებ დღეს საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზაციას უჯერებს ბრმად, რომ ესენიც შეიძლება შეცდომაში იყვნენ. კითხვა უნდა დასვათ ამასთან დაკავშირებით და უნდა გამოიძიოთ. უნდა ისწავლოთ ღმერთის ბიბლია, შეადაროთ საპატრიარქოს ორგანიზაციის სწავლებას და უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. დაუჯერებთ ამ ცრუპენტელა თვითმარქვია საპატრიარქოს ორგანიზაციას თუ დაუჯერებთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც თავისი ბიბლიიდან გვასწავლის. მე ვიცი, რომ როგორც იერობოამის მიერ თვითნებურად შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციებში, იერობოამის მიერ დადგენილ თვითმარქვია მღვდლებთან დადიოდა ისრაელის მოსახლეობა, ასევე დღეს საქართველოში მოსახლეობა დადის საპატრიარქოს ორგანიზაციის თვითმარქვია მღვდლებთან. და როგორც იერობოამის მიერ დაარსებული ორგანიზაცია და დადგენილი მღვდლები არ დაუდგენია ღმერთს, ასევე საპატრიარქოს თვითმარქვია ორგანიზაცია და თვითმარქვია მღვდლები არ დაუდგენია ღმერთს. ეს ვიცი მე ღვთისავე ბიბლიიდან. შესაბამისად, თქვენც ნუ იქნებით ზღაპრებში, ნუ იქნებით ტყუილებში, სხვადასხვა ისტორიებში, რომ აი აგერ ცხეთაშიო, ხე მოჭრესო, ის ხე უნდა აღემართათო როგორც ძელიო, ვერ აწიესო, მე ანგელოზი ჩამოეშავ, იმ ანგელოზმა აწიაო, სხვადასხვა სასწაულები ხდებოდაო საქართველოშიო. ნუ მიენდობით აი ამ ცრუ სიტყვებს. ჯერ ერთი იმთავითვე ბიბლიაში აგერ პავლე მოციქულმა ქრისტიანთა მიმართ გაფრთხილება დაგვიწერა. ბიბლიაში გალატიის ეკლესიების მიმართ გაგზავნილ წერილში წერს, რომ თვით ჩვენო მოციქულებმაო ან ესე იგი თვით ჩვენო მოციქულებმაო ან თუნდაც ანგელოზმა ზეციდანო გახაროთო სხვა სახარებაო, გარდა ისო რაც მიგიღიათო, გარდა იმისაო რაც ჩვენ უკვე გიქადაგეთო, წეულიმც იყოსო. ესე იგი პავლე მოციქულმა ეს გაფრთხილება მისწერა იმდროინდელ მორწმუნეებსაც და დღევანდელებსაც, რომ ჩვენ კი არაო, თვით ანგელოზმა ზეცითაც კიო, რომ გახაროთო სხვა სახარებაო, გარდა ისო რაც ჩვენ გვიხარებიაო, წეულიმც იყოსო. ან თუნდაც ჩვენ, ესე იგი იგივე პავლე მოციქულსაც, პავლე მოციქულიც კი თუ სხვა რაღაცის ქადაგებას დაიწყებდა, გარდა იმისა, რაც მან თავდაპირველად
თავდაპირველად უკადაგა გალატელებს. თუ იმისგან განსხვავებულ რაღაცის ქადაგებას დაიწყებდა, პაოლე მოციქულმა წყევლა წარმოთქვა, რომ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდანო გახაროთ სხვა რაღაცაო, გარდა ისო, რაც ჩვენ გვიხარებიაო, წყეულიმ იყოსო. და შესაბამისად, თუ კი საქართველოს ისტორიაში მართლაც ყოფილა ისეთი შემთხვევები, ან თქვათ ანგელოზი გამოეცხადა ვიღაცას, თუ მსგავსი რამ არის ღვთის წერილის საწინააღმდეგო, ეს ღვთისაგან არ არის. ვინაიდან აგერ ბიბლიაში ჩაწერილია გაფრთხილება, რომ თვით სატანასაც კი შეუძლია, რომ ნათლის ანგელოზის სახე მიიღოს. და შესაბამისად, სატანას თუ აქვს აი ასეთი შესაძლებლობები, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მხოლოდ უნდა ვუჯერებდეთ ღმერთს და მის წმინდა წერილს. გისურვებთ იმას, რომ ღვთის წმინდა ბიბლია ისწავლოთ, დაუჯეროთ მას, არ იყოთ ბრმად მორწმუნეები ისეთი რაღაცისა, რისით თქვენ არ გაგეგებათ, რაც თქვენ არ იცით. და ფაქტიურად მით უმეტეს აი მე თქვენ რომ გასწავლეთ აი ეს ექსპერიმენტი ჩაატარეთ მეთქი რომ ესე იგი აბა 5 ფრაზა ან 10 ან 20 ფრაზა თუ შეგიძლიათ თქვათ ღმერთის მიერ ნალაპარაკებიდან, რაც კი ღმერთს ოდესმე უთქვამს. მით უმეტეს რომ თქვენ თუ ამასაც ვერ მოახერხებთ, ესე იგი თქვენ ისეთი რაღაცებისა გჯერათ, რისი გაგებაც არ აგაქვთ და ფაქტიურად თქვენ ღმერთს არც იცნობთ. და შესაბამისად თქვენ თუ გინდათ რომ სწორ გზაზე იდგეთ, აი ამ უცოდინრობაში არ უნდა დარჩეთ. არამედ აგერ ღმერთი, კურთხეული ღმერთი, რომელიც თავის სწავლებას უხვად გვაწვდის თავისი ბიბლიიდან, თქვენ უცოდინრებს არ დაგტოვებთ, თუ თქვენ გენდომებათ რომ ისწავლოთ მისგან. აიღეთ ბიბლია, ისწავლეთ. აი არის და ეგ არის, ღმერთს მოусმინეთ და არა თვითმარქვია რელიგიურ ორგანიზაციებს ან ამა თუ იმ მატყუარა ადამიანებს. შეიძლება ადამიანი არ იყოს ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის წევრი, არ იყოს ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ იყოს მატყუარა ადამიანი და თქვენ გზას აგაცდინოთ, ღმერთს დაგაშოროთ. შეიძლება ასეთი ადამიანი ღმერთსაც ლაპარაკობდეს, ამბობდეს რომ იგი მორწმუნეა, მთელი ამბები, მაგრამ სინამდვილეში თქვენ როცა ღვთის წერილს ისწავლით და აღმოვაჩენთ რომ ესა თუ ის ადამიანი აშკარად ღვთის წერილის საწინააღმდეგოდ ასწავლის, გამოდის რომ ეს ადამიანი არ არის დასაჯერებელი. არიან ახლა ადამიანები დღეს ინდივიდუალურადაც ესე ლაპარაკობენ. YouTube-ზე იქნება თუ სხვაზე იქნება ახლა. შეიძლება თქვას რომ აი მე არა ვარ ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრიო და რაღაცა გადაშვებული იყოს რაღაცა ისეთ იმეებში, რა ქვია ეს. Facebook-საც შემხედრია ისეთი ადამიანები, რომ შეიძლება ღმერთს ელაპარაკობენ, მაგრამ ღმერთს არ ემორჩილებიან. თუნდაც აი ეს მკითხავები რო ავიღოთ, ხო? შეიძლება ამა თუ იმ მკითხავმა თქვას, რომ მე არა ვარ ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის მიმდევარიო, მაგრამ უფლის მწამსო, მორწმუნე ვარო, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ იგი არის მკითხავი, ესეც არის დასაეჭვებელი მინიმუმ თქვენი მხრიდან, რომ მკითხავებსა და ამ ჩხიბავებსა და იმას, ხო, რომლებიც
ღმერთს არ დაუდგენია, მათ არ უნდა usmendეთ. მინიმუმ ეს არის დასაეჭვებელი, ხო, აი თუ მორწმუნე ხარ, თუ ღმერთის აქ წამს, მაშინ მკითხავი რაღაცომ ხარ. ან აი ამ ჯადოს ამხსნელებს რო ეძახიან, რა ჯადოს ამხსნელი, ვის გაუგია რომ რაღაცა ეს ჯადო და რაღაცა, ესე იგი ღმერთის ბიბლიაში ჩაწერილი არის აი ასეთი რამ, რომ სატანის ხელმწიფებიდან გამოხსნა ხდება იესო ქრისტესადმი რწმენით. იესო ქრისტეს სწავლების შესწავლით და იესო ქრისტესადმი რწმენით ხდება სატანის ხელმწიფებიდან გამოხსნა და შესაბამისად ქრისტიანებს ეს რაღაცა ჯადოები არ მოქმედებს. ასე რომ ნუ ენდობით ნურც ისეთ რელიგიურ ორგანიზაციებს და ასევე ნურც ისეთ ინდივიდუალურ ადამიანებს, რომლებიც ღვთის წერილის საწინააღმდეგოდ ასწავლიან, ღვთის წერილის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და თავადვე არ უჯერებენ ღმერთის სწავლებას, თავადვე არ უჯერებენ ღმერთს. და მით უმეტეს თქვენ სწორად ისინი არ გასწავლიან. აგერ არის ბიბლია და როცა იცი რომ ბიბლია არის, როცა იცი რომ ღმერთი თავისი წერილიდან გველაპარაკება, რატომ უნდა მოგინდეს ის რომ ღმერთის ბიბლიის შესწავლაზე უარი თქვა და ადამიანებს მოусმინო. თან ამ დროს შენ თვითონ უსწავლელი ხარ და მინიმუმ იმასაც კი ვერ გაარჩევ, ესათვის ადამიანი სწორს გელაპარაკება თუ არასწორს. ვერ გაარჩევ. კარგით, დაგემშვიდობებით აი ამ ძალიან სასიგეთო კეთილი სურვილით, რომ აგერ გისურვებთ, რომ ღმერთის წერილი ისწავლოთ, დაემორჩილოთ მას, გახდეთ ღმერთის მცნობები, ვინც ღმერთის მცნობები არ ახართ, მათ მოგმართავთ და გახდეთ ღვთის საყვარელი მორწმუნეები, ღვთის საყვარელი მოწაფეები, მორწმუნეები და გისურვებთ იმას, რომ ღმერთისადმი მორჩილებით განწმენდილიყავით და მის წმინდანთა რიგებს მიმატებულიყავით თქვენც, რათა თქვენც მიიღოთ მარადიული სიცოცხლე იესო ქრისტესაგან.